საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა. დისკუსიის თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების წარსულის, აწმყოსა და მომავლის განხილვა იყო. ელჩის განცხადებით ამ ეტაპზე ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემები კარგად ჩანს იმ კვლევებში, რომლებიც საქართველოში ტარდება. ამ პრობლემებში ამერიკის ელჩი უმუშევრობას, ეკონომიკურ გავითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ასახელებს. ჯონ ბასი საქართველოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ სირთულედ საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის ძნელად აღმას ასახელებს. დიპლომატის განცხადებით ამის შედეგია მეორე პრობლემა, რომელიც შემდეგ ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოიხატება. ჯონ ბასმა შეხვედრაზე ქართულ მედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ინფორმაციის მიღებაზე პრობლემები არ უნდა ექმნებოდეს. ელჩმა ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი ინფრასტრუქტურის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მმართველობის გაუმჯობესების მიზნით დიდი ენერგია დახარჯა. ეს პრობლემებია უმუშევრობა, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა უდიდესწილად დამოკიდებული იქნება მისი დემოკრატიის ხარისხზე. ვფიქრობ, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების, ინტერესების და ყურადღების გაგრძელება მომავალში ისევე როგორც დღეს არსებითად იქნება დამოკიდებული მისი დემოკრატიის გაძლიერებაზე. მე ვფიქრობ, რომ კანონიერია გამოხატოს შეშფოთება იმის გამო, რომ დიდი ქალაქების გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს არ აქვთ საშუალება ხელი მიწვდებოდეთ ინფორმაციის ფართო სპექტრისადმი. ძალიან ბევრი ადამიანი იძულებულია დაარყნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს, ან შეძლოს და გააერთიანოს ის, რა ინფორმაციაც მიიღოს სხვადასხვა წყაროებისგან, რომელთაგან თითოეული კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ საკითხზე, არ განიხილავს ალტერნატიულ ფაქტებს და ალტერნატიულ აზრებს.